ერთ დღეს ოლიმპოს მთაზე გამეფებულმა მთავარმა ღმერთმა ზევსმა თავისი ვაჟი ჰეფესტო იხმო და ურთულესი დავალება მისცა. ოქროს ქალი გამომიჭედე, ოღონდ ქანდაკება კი არა, ისეთი სიარულეც რომ შეეძლოს ლაპარაკიც და ფიქრიც. ცოტა კი შეცვა ჰეფესტო, ასეთი დავალების შესრულება არც თუ ისე ადვილი საქმე იყო. ზევსის ბრძანება კი აუცილებლად უნდა შესრულებულიყო. ჰეფესტო საქმეს შეუდგა. გულმოდგინეთ და განსაკუთრებული მონდომებით დასტრიალებდა თავის ნამუშევარს ზევსის შვილი. და აი ცოტა ხანში ჰეფესტომ ღმერთებს ოქროს მზეთუნახავი წარუდგინა. მისმა სილამაზემ შურიანი ქალღმერთებიც კი აღაფრთოვან. თითოეულმა მათგანმა გადაწყვიტა თავისი წვლილი შეეტანა იდეალური ქანდაკების გაცოცხლებაში. მე ჩემი თმის ფერს ვუბოძებ, თქვა მშვენიერმა აფროდიტემ. მე ჭკუას არ ჩამორჩა ბრძენი ათენა. მე კბილხმას შეჰპირდა აპოლონი. ულამაზეს ქალს პანდორა დაარქვეს. ახლა კი დადგა დრო, რომ პანდორას შეესრულებინა ის დავალება, რომელიც ზევსმა მოუმზადა. თავისკენ მოიხმო პანდორა და მშვენიერი ლარნაკი გაუწოდა. წადი პრომეთესთან და ჩემგან ეს ლარნაკი გადაეცი. პანდორა დაუყოვნებლივ გაეშურა პრომეთესკენ. გამჭრიახი პრომეთე მიხვდა, რომ ღმერთების საჩუქარი კარგს არაფერს მოუტანდა. იცოდა, რომ ზევსი ჯერაც უწყრებოდა. როგორ თუ ცეცხლი მოკპარე და ადამიანებს მიეციო. ამიტომ გადაწყვიტა ხელი ეხლო პანდორას მიერ მოტანილი ლარნაკისთვის და თვით მზეთუნახავსაც ფრთხილად ეჭირა თავი. ლარნაკითაც და პანდორათიც პრომეთეს ძმა დაინტერესდა. ცნობის მოყარეობითა და პანდორას სილამაზით დაბრმავებულმა ეპიმეთემ ცდუნებას ვერ გაუძლო და იდუმალ ლარნაკს თავი ახადა. გაიხსნა ლარნაკი და დიდი ორომტრიალი დატრიალდა გარშემო. წამიერად ამოფრინდა ლარნაკიდან 1000 სნეულება და უბედურება. მთელს ქვეყანას მოედო და ყველგან დაიმკვიდრა. შეშინებულმა ეპიმეთემ ლარნაკს თავი დაახურა, მაგრამ რაღაცებს ლარნაკში მხოლოდ იმედი დარჩა, ერთადერთი სიკეთე, რომელიც ზევსმა ადამიანებისათვის გაიმეტა. მიხვდა პრომეთე რაც მოხდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ოლიმპოდან ბოძებულმა სნეულებებმა და უბედურებებმა ადამიანების ცხოვრებაში დაიმკვიდრეს.